მოგესალმები, მე ვარ თამარი და დღეს ვისაუბრებ ნერვულ და კუნთის ტკივილს შორის სხვაობებზე და როგორ ვუმკურნალოთ ან შევამსუბუქოთ ნერვული დაჭიმულობის შეგრძნება. ზოგადად, როდესაც გვიჭიმება კუნთი, შეგრძნება არის დაჭიმვის და დაღლის, მაგრამ როდესაც ნერვულ ტკივილთან გვაქვს საქმე, ნერვული ტკივილი გავს ელექტრულ სიგნალს. თითქოს დემა დაგვარტყა, ან ჩხვლეტის შეგრძნება, ან ელექტროობამ გაიარა. ვინაიდან თავად ნერვი წარმოადგენს ნერვული სიგნალების გამტარ სტრუქტურას და ზუსტადაც რომ ელექტროდი სახით გადის ეს სიგნალები ჩვენს ნერვულ სისტემაში. ამიტომ, როდესაც გვაქვს ნერვული ტკივილი, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის, რომ სადღაც ნერვი იჭყლიტება. ანუ კომპრესიის ხარჯზე, ზეწოლის ხარჯზე, ან არასწორი დატვირთვის ხარჯზე. ხშირად არის ხოლმე ლორდოზის დროს, ხშირად ხდება, როდესაც საჯდომის მსხლისებრ კუნთს ზედმეტად ვავარჯიშებთ და ვტვირთავთ პირდაპირ საჯდომის ნერვის დაჭყლეტვას იწვევს და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ჩვენ ნერვული დაჭიმულობა შევამსუბუქოთ და მოვიხსნათ, მნიშვნელოვანია, რომ მივუდგეთ ისე, რომ ნერვი კი არ უნდა გაიჭიმოს, არამედ უნდა გავათავისუფლოთ. ანუ უნდა მივცეთ სივრცე, სადაც თავისუფლად იქნება და გავათავისუფლოთ კომპრესიისგან, დაჭიმულობისგან, დაძაბვისგან და ასე შემდეგ და არა პირიქით. ვარჯიშები, რომლებსაც მე შემოგთავაზებთ, არის ადაპტირებული ვერსია დამწყებთათვისაც, შევამსუბუქოთ ნერვულ დაჭიმულობას, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი რამე. ეს არ ცვლის ექიმთან ვიზიტს, ეს არ ცვლის მკურნალობას. ეს არის უბრალოდ დროებითი შემსუბუქება. და მე მოამზადე და დავიწყოთ მარტივი ადაპტირებული სავარჯიშოებით, რომელიც თავს გაგრძნობინებს მსუბუქად და შენს რეაბილიტაციის პროცესს დააჩქარებს. ვიწყებთ დიაფრაგმული სუნთქვით. დიაფრაგმული სუნთქვა ნიშნავს, რომ შესუნთქვის დროს დიაფრაგმას არ ვჭიმავთ და პირიქით საშუალებას ვაძლევთ, რომ გაფართოვდეს და მუცელი ამოვაყოლოთ შესუნთქვას. ამ სუნთქვასთან ერთად მუცელი ქვემოთ ეშვება და დიაფრაგმა ბუნებრივად ამოიჭიმება ზემოთ. ვაკეთებთ 5 მსგავს შესუნთქვას და ამოსუნთქვას, რაც რეალურად სტაბილურობას იწვევს შიგნით წნევის შიდა სისტემის. დავიწყოთ. შეგვიძლია ვისხდეთ, შეგვიძლია დავწვეთ. მე დაწოლებზე შემოგთავაზებთ. დავწვეთ. წელი დავასვენოთ მსუბუქად, ფეხები იყოს მუხრილი. და ვიწყებთ, ხელი დავიდოთ მუცელზე და ვიწყებთ ცხვირით შესუნთქვას 4 ნაწილად. კარგად გამოვუშვით მუცელის ზემოთ და ამოსუნთქვას ვაკეთებთ პირით ნელა. შევისუნთქეთ ისევ. ამოვისუნთქეთ. შევისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. შევისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. კვლავ შევისუნთქეთ ბოლო. და ამოვისუნთქეთ. ავიღოთ თოკი, რომელიც აქვამდევს. და ვიწყებთ ორივე ფეხის გაჭიმვას. მოვხაროთ მარჯვენა ფეხი. გამოვდოთ თოკი ტერფს. დავიჭიროთ კარგად მუხლი ახლოს. ხელით გვიჭირავს და ნელა ვამოძრავებთ. გავშალეთ ფეხი, ბოლომდე თუ არის შლება პრობლემა არ არის, ეს არ არის ტკივილამდე გაჭიმვა. ამოსუნთქვაზე ნელა.
შესუნთქვა გავშალეთ, ოდნავ როგორც კი იგრძნობთ გაჭიმვას, შეწყვიტეთ გაშლა, ამოსუნთქვა მოვხარეთ. შესუნთქვა ისევ გავშალეთ, ამოსუნთქვა მოვხარეთ. შესუნთქვა გავშალეთ, ამოსუნთქვა მოვხარეთ. მნიშვნელოვანია, რომ წელი და ხერხემალი სწორად დევს. შესუნთქვა ისევ გავშალეთ, ამოსუნთქვა ნელა-ნელა მოვხარეთ. არ ვაკეთებთ სწრაფად, ვაცდით, მოძრაობას დროს ვაძლევთ. დავუშვით მარჯვენა ფეხი და გადავედით მარცხენა ფეხზე. 5-5 ვიმეორებთ ამ მოძრაობას. მოვიტანეთ კარგად მუხლი მკერდთან. ნელა ვწიეთ ფეხი. ამოსუნთქვაზე ნელა-ნელა დავუშვით. შესუნთქვა, ამოსუნთქვა. სუნთქავთ, არ ვიკავებთ სუნთქვას, შესუნთქვა, ამოსუნთქვა. 3, შესუნთქვა, ამოსუნთქვა. 4, შესუნთქვა და ამოსუნთქვა. 5. ძალიან კარგი. მოხსენით თოკი, კომფორტულად წერვართ და გავშალეთ ისევ მარჯვენა ფეხი, ამჯერად თოკის გარეშე, როგორც შეძლებთ, მუხლი არ არის აუცილებელი, ბოლომდე იყოს გაჭიმული. შესუნთქვა, მოჭიმეთ ტერფი, როგორც შეძლებთ თქვენსკენ. დაჭიმეთ შემდეგ წინ. 1, ეს საშუალებას აძლევს, რომ ქუსლიდან მოყოლებული წელამდე ასული საჯდომის ნერვი, ყველაზე გრძელი ნერვია, იმოძრაოს, ანუ ისრიალოს და გაითავისუფლოს სივრცე გარშემო. გავშალეთ, ისევ დავჭიმეთ, შევისუნთქეთ, ისევ მოვჭიმეთ. დავჭიმეთ ზემოთ, ჩვენსკენ. ისევ ზემოთ ტერფი, ჩვენსკენ. და ერთხელ კიდევ ზემოთ დავჭიმეთ და ქვემოთ. სწრაფად არ აკეთებთ, ვინაიდან მოძრაობა უნდა იყოს ცნობიერი. უნდა შევძლოთ გავიაზროთ ჩვენი მოძრაობა. გავშალეთ მარცხენა ფეხი და მოვჭიმეთ ტერფი, შესუნთქვა. გავუშვით წინ. მოვჭიმეთ ჩვენსკენ. გავუშვით. 2, მოვჭიმეთ. გავუშვით. 3, მოვჭიმეთ. გავუშვით. 4, მოვჭიმეთ და გავუშვით. 5. ნელა დავუშვათ ორივე ფეხი და გადმოვბრუნდეთ გვერდულად და გავაკეთოთ 7 ნიჟარის მოძრაობა, ესე ითარგმნება. ასე არ ჩავაგდოთ, გავასწოროთ, კარგად ამოვიტანოთ, მხრიდან ამოვიდეთ, ხელით შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ფეხები არის ერთმანეთზე დადებული კოჭები, მუხლები მოხრილი და ვიწყებთ, მკერდი გამართეთ, ვიწყებთ მუხლის ზემოთ მოძრაობას, გაშლას, თითქოს ფეხის ტერფები ერთდება, ამოსუნთქვა და ნელა ვაკეთებთ და ვაკვირდებით უკან საჯდომის საშუალო კუნთის ჩართულობას. 2, შესუნთქვა ვიტანეთ, ნელა დავუშვით. 3, შესუნთქვა ვედით, ნელა დავეშვით. 4, გავშალეთ ისევ და ნელა დავუშვით.
5-ით იწყებთ და მოგვიანებით შეგიძლიათ შეცვალოთ. ახლა გავცვლი ადგილებს და მეორე მხარეს გავაკეთებთ. ისევ მარცხენა მხარეზე ვეყრდნობით, ხელით გაისწორეთ გულმკერდი, მუხლები მოხრილია, კოჭები და ფეხები ერთმანეთზე დადებული და ვიწყებთ. გავშალეთ შესუნთქვა, ამოსუნთქვა და ვუშვით. შესუნთქვა გავშალეთ, ამოსუნთქვა და ვუშვით. შესუნთქვა გავშალეთ, ამოსუნთქვა და ვუშვით. ორჯერ კიდევ შესუნთქვა, ამოსუნთქვა. შესუნთქვა, ამოსუნთქვა. ძალიან კარგი. ისეთ იგრძნობდი კარგად საჯდომის კუნთის ჩართულობას. და გადავიდეთ ახლა მტრედის მოდიფიცირებულ ვარიანტს. მტრედის პოზა ძალიან კარგია, ვინაიდან მსხლისებრი კუნთის მოდუნებას ხელს უწყობს და ხშირად მსხლისებრი კუნთი ჭყლებს ნერვს და ამიტომაც რომ გავათავისუფლოთ მინჯის მიდამო მნიშვნელოვანია. მარჯვენა ფეხი მოვხაროთ და წინ დავდოთ. თუ გტკივა ფეხი შეგვიძლია ბალიშიან ბლოკებს გამოვიყენოთ. მარცხენა ფეხი ბოლომდე და უკან არის გაშველი და თუ მთლიანად წელში ვერ ვიმართებით და წელი გვტკივა, ხელებს ვაწყობთ მუხლის გასწვრივ ოდნავ წინ, გულმკერდს ან მხრებში ასე არ ვართ. მხრებს კარგად ვაწვევით დაბლა, გულმკერდს წინ, წელში არ ვიზნიქებით და ვსუნთქავთ. 10 სუნთქავთ შევდებით. შევისუნთქავთ, ამოვისუნთქავთ პირით. შესუნთქვა, ამოსუნთქვა. 2, 3, 4, 5, 6, 7 ვსუნთქავთ, 8, 9, 10. ბარძალში და საჯდომში დაძაბულობას მთლიანად ვუშვებთ სუნთქვასთან ერთად. გავცვალოთ ახლა ფეხები. მარჯვენა გავიტანოთ, მარცხენა შემოვიტანეთ. ჩამოვჯექით ბოლომდე, მენჯი არ უნდა იყოს ავარდნილი ჰაერში. ხელებსაც ვეყრდნობით, მხრებიდან ისევ ამოვიდეთ. საჯდომი გავათავისუფლოთ, მოვუშვათ. და მეორე ფეხზე ვსუნთქავთ 1, 2, 3, 4, 5 ვისუნთქოთ თან მოვადუნოთ კარგად საჯდომი მენჯის მიდამო. 5, 6 ვსუნთქავთ, 7, 8, 9 და 10. ძალიან კარგი. და სავარჯიშო ეს არის ნახევარხიდი, რომელიც ჩემს საყვარელი სავარჯიშო. გადავიდეთ. რომელიც აქტიურად რთავს საჯდომის კუნთებს და წელის ტკივილს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, თუ სწორად ვაკეთებთ. ანუ ის დატვირთვა, რასაც წელი იღებდა
და ხერხემალში შეიძლება ემალებში უახდებოდა ნერვის მოყოლა განსაკუთრებით წელის არეში. აი ეს ნახევარი ხიდის პოზა კარგად რთავს საჯდომის კუნთებს და ესეც რა თქმა უნდა უკვე სივრცეს აძლევს შემდეგ ხერხემალში ნერვს და აღარ ხდება მისი ზეწოლა, ან ნაკლებად ხდება. დავწექით მუხლილი მუხლებით. წელი დევს ბოლომდე, არ დავუშვათ ეს შეცდომა და წელი არ იყოს ასე ავარდენილი ჰაერში, სივრცე არ უნდა იყოს. ჯერ კარგად ჩააწექით და წელი ბოლომდე დავუშვით, შესაბამისად მენჯი წინ შეტრიალდა. რაც უფრო ახლოს მოვწევთ ქუსლებს, უფრო იქნება ამპლიტუდა მცირე და შესაბამისად ბარძაყებზე არ გადავადატვირთვა და საჯდომი უფრო ჩაირთვება და აწევის სიმაღლეს არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ვიგრძნოთ საჯდომი. ამ პოზიციიდან, სადაც კორსეტი არის დაფიქსირებული მუცელი, ხელებს ვაყრდნობთ, შესუნთქვასთან ერთად ვწევთ ნელა მენჯს, სადაც უკვე იგრძნობთ, რომ კარგად ჩაირთოს საჯდომი და წონა არ გადადის არც წელზე, არც ჰამსტრინგებზე. სუნთქავთ 1, ჩერდებით 2, 3, 4, 5. ნელა ისევ ვეშვებით, დავდეთ წელი, დავუშვით მენჯი. ვიმეორებთ 4-ჯერ კიდევ, შევისუნთქეთ ნელა ავედით. მოვუჭირეთ კარგად საჯდომის კუნთებს. 1, მუხლები მენჯის სიგანეზე შევინარჩუნოთ. 2, 3, ვსუნთქავთ პრესით დაჭიმულია. 4, 5. ამოსუნთქვა და ნელა ვეშვებით. ისევ შევისუნთქვათ და ავიდეთ. 1, 2, 3, 4. კარგად უნდა იქნოთ საჯდომის კუნთები. 5. ამოსუნთქვა და დავუშვით. კიდევ შევისუნთქვათ და ავიდეთ. გავჩერდეთ 1, 2, ჩავთეთ საჯდომის კუნთები. 3, 4, 5. ამოსუნთქვა ნელა დავეშვით და ერთხელაც ავიდეთ. შევისუნთქეთ, ავწიეთ მენჯი. წელში არ გაიგნიქოთ. 1, 2, როგორც კი წელი იწყებს დატვირთვის აღებას, ეგრევე ჩართეთ საჯდომის კუნთები. 3, 4, 5. ამოსუნთქვა და დავუშვით. და ბოლო გაჭიმვა გავაკეთოთ. დავუშვათ მარჯვენა ფეხი. მარცხენა ფეხს მოვკიდოთ მარჯვენა ხელი და ძალიან ნელა მარჯვნივ წამოიღეთ. ხრები დატოვეთ სწორად იატაკზე, ფეხი მარჯვნივ და ვსუნთქავთ 1, 2, 3, 4, 5. ნელა დავუბრუნდეთ. დავაბრუნოთ მარცხენა ფეხი, მოვხაროთ მარჯვენა. მარცხენა ხელით მიუწვდეთ მარჯვენა მუხლს და დავხაროთ. გავჩერდეთ 1, 2, ხრები არ აგვეწიოს, მხოლოდ ფეხი გადაგვაქვს. 3, 4, 5. დავუბრუნდეთ ისევ საწყის. მოვხარეთ ორივე მუხლი, შემოვხვიეთ ხელები, ხრები თავისუფლად დავუშვით და 3-ჯერ შევისუნთქოთ წვირით და ამოვისუნთქოთ პირით.
ასე დასრულდა ჩვენი მცირე პრაქტიკა. ვიმედოვნებ, რომ ისიამოვნეთ მოძრაობებით და თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო და ვარჯიშები, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინაიდან შემდგომ ვიდეოებში შემოგთავაზებთ სხვადასხვა კონტენტის სარეაბილიტაციო და აღდგენით ვარჯიშებს. მადლობა ყურადღებისთვის.